მოვედი დილა მშვიდობის დავიბანე და ესე იგი 10 წუთში უფრო სწორად უფრო ნაკლებ 5 წუთში გამიშრა თმა თავისით არც ფენი არაფერი რა კაია ეს როცხელა როგორ ხართ თქვენ მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით ბავშვების ოთახს ვალაგებ ესე იგი რაც რამე გვაქვს ბავშვების ოთახშია რა დალაგებული და იქიდან ახლა მინდა გადავიტანო ჩვენ ოთახში რომ ბავშვების ოთახშიც დავიწყოთ რემონტი ჩამოვაკრათ შპალიერი და ეხლა ამ ყველთან ამ სიცხეში ამ ყველაფერს ეხლა უნდა გადაიტანე მეორე ოთახში მე ისევ გადმოიტანე ზოგი აქეთ ზოგი იქით ერთი სიტყვით რა და უნდა მოგიყვეთ კიდე ერთი ამბავი გუშინ მე დამათეს რა დაგვემართა დავიკარგეთ ბაზრობაზე ამიდა თან რომელი საათია უკვე და ადამიანია მივყევი ჩემს საქმეებს ხარა და თან დავლიოთ ყავა თან მოგიყვებით როგორ დავიკარგეთ ლილოში ეს გავერცხი ამას სოფაში გოგოებო ცოტა ჯორჭენი მქონდა და ეს ჩემი ყავა ჩავყარე და დამჩაესე ეს ვაწყავი და კვერცხს შევუკრათ ნიკას ესე იგი მილიონჯერ შემაწყვეტინეს ვიდეო მილიონჯერ ჯობია ყველა გაისტუმრო ვინცად მიდის ზოგი სამსახურში ზოგი ვაჯიშზე ზოგი აქ ზოგი იქ და მერე დაიწყო წყნარად ვიდეოს გადაღება კი ესე ჯობია არა უფროს ჩემი ყავა დავასხი და მომიგო სივდება კიდევაც შეუწვა ეხლა არ უნდა რომ შეერი წავიდეს სამი კვერცხია მაგრამ დიდი კვერცხი რო საკმარისია ცოტეთ როგორ მინდა გოგოებო გავაგრძელო ჩემი ისა რა ქვია ვარჯიში ვირავდიოდი მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცი რამდენად მომიხერხდება ამ რემონტების გამო ნახოთ, ყველაფერი კარგად იქნება, მაგის დროს ალბათ მოვა.
ზაფხული ისეთია, თუ რამის გაკეთება გინდა ადამიანს სახლში, უნდა გააკეთო ზაფხულში და არ მინდა რომ ეს დრო რაღაცნაირად დაიკარგოს, მინდა მოვასწრო. ცოტა რაღაცეების გაკეთება. ეს თხილის ფულკი არ შეჭამავში. კალორიული კი არის. Sabateria. ის კალორიულია. იმიტომ რომ თან ფუნთუშა თან თხილის და შოკოლადის ჯემი. ცოტა ამოვიდეთ უერთს. გამოიყურება. დილით მართლა ძალიან კარგია. ვისაც შეუძლია, მე შემიძლია კვერცხის ჭამა. რელამაზია, ჯერ მარტო ფერები. მე ვერ ჭამ დილით. ძიმია ჩემს. უხდება. მაგრამ ბანანთან ერთად ტრინდიდით გემრიელია ძალიან. ესე იგი მილიონჯერ დაპაუზებული ვიდეო. დღევანდელი ეგრე გამოვიდა. მილიონჯერ. განათება უნდა. ეს ეგრეა. გოგოებო, თქვენი კომენტარები გამოსაქვეყნებელი მაქვს ზოგი. გამოვაქვეყნოთ ერთად მე და თქვენ. სტუდიოში ვარ შესული. ნონამ წერს მიხარია თქვენი წინსვლა ჟანა, უამრავ წარმატებას გისურვებო. აუ ჩაუწიე დედიკო აქ მესმის რა. მენი მეშლება ცოტა ჩაუწიე. დიდი მადლობა. ნონა ზოგი წავშალოთ. ვინც არ არის ღირსი. რომ გამოქვეყნდეს მისი კომენტარი. ვინც ბოღმით არის ავსე. ირინა გუდური მოგესალმები ირინა ჩემო სიხარულო ძალიან მიყვარხარ. გულები გამომიგზავნა, გამოვაქვეყნოთ. ბელა მოგესალმები ბელა. წინსვლას და ბედნიერებას გისურვებო. ძალიან დიდი მადლობა. ირმა მოგესალმები ირმა ჩემო სიხარულო. ლამაზია მართლა ჯანა და ძალიან მალე ისე გაგელამაზებინოს ყველა ოთახი. თქვენს გულს რომ გაუხარდება ბედნიერად და ჯანმრთელად გეცხოვროთ მრავალი წელიო.
უღრმესი მადლობა ირმა, ხო? ისე უნდა გავალამაზო ყველაფერი, აი მე რომ მიხაროდეს. ჩემ გულს რომ უხაროდეს. ყველა ოთახი. ისე მიხაროდა სხვათა შორის რომ მოვაწყე გორის ბინა. მე რომ მოვაწყე უკვე, აი როცა გაარემონტეს, მთავრობამ რომ გაგვირემონტა და მე რომ მოვაწყე დივან კრესლო რაც მქონდა ისინი გავყიდე, სხვა ვიყიდე, რაღაცები შევცვალე, სამზარეულოც ისე გავაკეთე, აი მე რომ მიხაროდა, თუმცა მუქი ფერი იყო მაშინ. მე რო უკვე ხიდის თავში მაშინ ეგეთი სამზარეულოები იყო მოდაში, მე რო გავთხოვდი გახსოვთ გოგოებო, ხის იმიტაციით რაღაცნაირად ხის სამზარეულოს წააგავდა, ლამინატისა იყო. თუ MDF-ი რა ვიცი რა ქვია. ხო და ეგეთი მქონდა, ეგეთი სამზარეულო. მაგრამ ძალიან მომწონდა. ლიმონისფერი შპალიერი გავაკარი და აი ძალიან უხდებოდა ხის ფერს ლიმონისფერი. იმდენად ლამაზი იყო, რომ რა ვიცი. ეხლაც კი მომწონს ლიმონისფერი, ფორთოხლისფერი, მზისფერი. ძალიან მომწონს ეგეთი შპალიერები და ფიქრობ ამ ოთახში სხვათა შორის მისაღებშიც ეგეთი მქონდა გორში. მისაღებშიც მქონდა ლიმონისფერი, უბრალოდ მზისფერი იყო რაღაცნაირი ძალიან ლამაზი. ეხლა აღარ მხვდება ეგეთი შპალიერები, იმედეს ხო რო ვიყიდე ვათვალიერებდი და რა ვიცი, ვერ ვნახე მე ეგეთი ფერისა. ხო. და ძალიან უხდებოდა. და მე უკვე ძალიან მომიდა თეთრი ფერისა და უკვე თეთრი ვიყიდე იმაში ხიდის თავში. თეთრი სამზარეულო. ეხლა არ ვიცი როგორ იქნება. ეხლა იქნება ყველაზე მარტივად და ყველაზე ლამაზად. ეხლა ეს პატარაც არის. იქ ძალიან დიდი სამზარეულო მქონდა მე ხიდის თავში და ავეჯიც დიდი იყო, დიდი ავეჯი იყო, ძალიან გრძელი 3 მეტრამდე იყო და ანუ რო შეხედავდი ამ სიგრძეზე, ძალიან ლამაზი იყო. სახელურებიც მე შევარჩიე. ხო. ეხლა იქნება მარტივად, ძალიან მარტივად, თუმცა მე ჩემს გულს რო გაეხარდება ისინი. მაიამ წერს დაფონდე უკრემო პეჩენიები და ბისკვიტი შეგიძლიათ გააკეთოთ, ძალიან გემრიელია. რომელი პეჩენიები? აღარ მახსოვს. რაზე წერს? ეხლა ასმათი, ახლა გამოქვეყნებულები, რომლებიც ძალიან ბევრი კია, მაგრამ ცოტა წავიკითხოთ. ჟანიკო ასმათი მწერს მოგესალმები. გორში როდის მიდიხარ დასასვენებლად? მოვიკითხავ გიას. სოფელში საღამოობით საგრძნობლად გრილა და სასიამოვნოა ეზოში ყოფნა. კი, ჭამედეთ. ოღონ მადარ დამიყარო რა. ამ ოთახში ვართ მოკლედ. ამ ოთახში გვაქვს ლოგინი. ეგ არ მინდა რომ ჩამოჭდეს და იქ დაყაროს. გორში ჯერ არ ვიცი ასმათ. ჯერ აქ მაქვს საქმეები და ნახოთ. ეხლა მომიახლოვდა და აქ ჩამირთო. ხო? ჩაუწიე დედიკო. ლეილა მწერს, ჟანიკო, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ჩემო გოგო, მათუნია ბიჭი ყოჩახ.
ხახვიანს როგორ ჭამ ძალიან კარგია. როგორ ჭამს. ჩემი ბიჭები ვერაფრით ვერ მივაჩვიო. მე როგორ უყვარს ხახვი და კიტრი ამას. კიტრი ხახვი ზეთი თან ჭამს მართლა, აი ბოლომდე ხახვსაც. რა არის მართლა ხო? კარგია კი, მაგრამ შეიძლება ვერაჭამო რა ბავშვს და თუ არ უნდა ძალით როგორ აჭმე. რამე შემიძლია და ეს ჭამს. ნონა, მოგესალმები ნონა, ძალიან მიყვარხარ. და დიდი მადლობა ყველაფრისთვის ჩემო სიხარულო. მიხარია თქვენი სიხარული, ულევ წარმატებას გისურვებ. უღრმესი მადლობა ჩემო კახო. აი ესე. რაც აქ დავინახე. წავიკითხე ის. ასე იყო გუშინდელი დღე, ოი მართლა, ლილოს ამბავი, გოგოებო, ვეღარ მოვყევი წეგან, ხაჯერ დავაპაუზე ვიდეო და ვეღარ დავამთავრე. ნიკას უნდა ტანსაცმლის ყიდვა და წავედით ლილოში. და ნაბევრი ვიარეთ, რა თქმა უნდა, ეხა ტანსაცმლის ყიდვა, ხო იცით ადვილი თემა არ არის და ძალიან არც მიყვარს რა სიარული ტანსაცმლზე, მაგრამ სხვათა შორის აუცილებლად თუ ტანსაცმლის ყიდვა გინდა და ერთი და ორი რაღაცა არა, ეხლა ნიკამ ძალიან ბევრი რაღაცეები იყიდა რა, რაც ჭირდებოდა ყველაფერი, ხო და საროჭკა, შარვალი, ფეხსაცმელი კიდე ვერ მოასწრო მაიკებიც უნდა და რაღაცეები კიდე უნდა და მაგრამ რაც მოვასწარით ისინი ვიყიდეთ, ეგეც არ იყო მარტივი ასარჩევი. და თუ რამდენიმე ასეთი ტანსაცმლის, კარგი ტანსაცმლის შეძენა გინდა, უნდა წახვიდე ლილოში. ჩვენ ბაზარში აქ კიდე არ ვიცი სხვა პატარ-პატარა ბაზრობებზე ვაგზალზე არ ვიცი, ვაგზალზე ალბათ იქნება არჩევანი, მაგრამ ლილოში არის, აი არ ვიცი, უზარმაზარი ბაზრობაა და ძალიან დიდი არჩევანია, ძალიან ნორმალურ ფასებში, 70 ლარად ვიყიდეთ შარვალი. ძალიან კაი შარვალი. ხო. ხო და მოგშვიდა მე დამათეს. გამოვედით. ერთმა ქალმა მიგვასწავლა მაღაზია, სადაც ვიყიდეთ ვაფლი და მათემ ჩიფსი იყიდა. მოვბრუნდი გოგოებო და უკვე გვიანი იყო, ყველა ალაგებდა უკვე. და ყველა შესასვლელი ერთმანეთს გავდა. აღარც დახლებზე იყო, ტანსაცმელი რო აი დახლებით მაინც რო მეცნო დაუშვათ ან ადამიანები ეხლა რო დაინახავ ეს დაოს მე რომ მეგობრეთ დაინახავ ხო გეცნობა. ხო და ანუ დავიკარგეთ. არ მახსოვს საიდან გამოვედი, ყველა შესასვლელი ერთნაირია. წავედით, მოხვდით სადღაცა სახანძროებთან, სახანძრო მანქანები იდგა. ერთი წრე მე მგონი თლიანად შემოვუარეთ ამ ბაზრობას, ურეკავ გიას. გია პასუხობს, მაგრამ ეხლა მანქანასა და ყენია იმასაც ვევაგნებ. გია მეუბნება მიხსნის, მაგრამ ეხლა ლილოში რა ვიცი როგორ უნდა აუხსნა ისე, ხო? თავარ გასასვლელთან ზოგი საით მასწავლის, რომ მინდა რომ აი თავარი გამოსასვლელი სადაც არის, იქ მივიდე და ის ეხლა მეც ვიცი და გიამაც იცის და მოვა ისიც და მეც მივ.
ზოგი საით მასწავლის სამთავარ გასასვლელს, ზოგი მეუნება იქით არის, ზოგი მეუნება იქით არის გოგოებო. ერთი სიტყვით როგორღაც მივაგენით და მე და მათე დავდივართ 38 გრადუს სიცხეში, ალბათ 9 საათი ვიარეთ. ძალიან გავბრაზდი, აი არ ვიცი, აი ძალიან გავბრაზდი, იმიტომ რომ არ მოვდიოდი. ვიცოდი ახლა რომელი ლუ არ ვიცი და ალბათ გული მიგრძნობდა, რომ არ დავიკარგოთ აქ. და გია მითხრა, მანდვე არისო ჟანაო სახაჭაპურიო და რა მოხდაო, გადიო ჩვენო აქაო. იმაზე მივართო, რაღაც ქონდა კიდე რა, ანიკას საყიდელი და ბავშვს უყიდეო ხაჭაპურია, რაღაცა იყიდეთო თქვენთვისო და შევხვდებითო. რა პრობლემაა? და ძალიან გავბრაზდი გიაზე. მე ვთხარი გია. ხო ხედავდი რომ არ მივდიოდი. იმიტომ რომ არა მქონდა ჩემი თავის იმედი ამ ხელა ბაზრობაზე. რატო გამგზავნე, რატო გამიშვი? პირიქით უნდა გეთქვა რომ ამ ხელა ბაზრობაა კაცო, სად მიდიხართ? დაიცადე ერთად წავიდეთ. მით უმეტეს რომ არ მინდოდა წასვლა. რა ვიცი ჟანა მანდვიაო და მეგონაო რომ შემობრუნდებოდითო და ჩვეულებრივად შემოხვიდოდითო ისევ ან დაიმახსოვრებდიო საიდან გახვედიო რომელი გასასვლელიდანო. კი, მაგრამ ყველა აბსოლუტურად ერთმანეთს აკავს. კი ეწერა იქ ნომრები, მაგრამ აი მაგას ვერ შევხედე რა. რომელი გამოსასვლელი, ანუ რომელი ნომრიდან გამოვედი, ეგ უნდა დამემახსოვრებინა. ერთი სიტყვით აი ესეთი ის გადახვდა მე და მათე ეს კურიოზი. და თავის ტკივილით გავიღვიძე დილას, მგონი მაგის გამო რომ სიცხეში ვიარეთ. სად ადებ? როგორ იყო გუში რომ დავიკარგეთ? რატო გამახსოვს? რატო არ გინდა? შეგეშინდა დედი? შეგეშინდა? რატო შეგეშინდა? ხო დედიკოსთან იყავი. მან შეეშინდა მათ ეს ვაი რომ ვერ ვიპოვოთ მანქანა რა გუშველება მე. თუ სიარული დაიღალე თუ შეგეშინდა. მე საღამოთი მოვედით. გვიან ერთ ძალიან კარგ გოგოს ვესაუბრე. და ესე დამთავრდა გუშინდელი ჩვენი დღე, ჩემო სიხარულებო. წავედი ახლა, ჩემი საქმე უნდა გავაგრძელო. ის ნივთები უნდა გადავიტანო მეორე ოთახში. რაც დამჩა. მაგიდებია ზოგი მაგიდა უკვე აი ისეთია რომ არც მჭირდება მათ ეს მაგიდა საწერი მაგალითად. არ მჭირდება ეგ მაგიდები. აი ციგიარას მოუხერხებს მაგას. და ძალიან ცხელა. აი ძალიან. საჭმელი წაიდელი გვაქვს. წავედი დროებით მიყვარხართ კოცნით.